გამარჯობა. მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ევროკავშირის გაფართოების ტალღებზე. ასე ეწოდება ყველა იმ ისტორიულ მომენტს, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაეღოთ კარი ფართოდ ახალი წევრისთვის ან წევრებისთვის, გაეძლიერებინათ პარტნიორი ან პარტნიორები, გააჩნია რამდენ სახელმწიფოს უშვებდნენ ორგანიზაციაში. საბოლოო ჯამში კი იდეა კეთილდღეობა იყო, მეტი სარგებელი, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია და შვიდობის უზრუნველყოფა კონტინენტზე, შვიდობის იდეას ეფუძნება ეს ორგანიზაცია, არ უნდა დაგვავიწყდეს, ასე იყო, არის და იქნება, ამბობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები. გაფართოების არც ერთი ტალღა არც ერთი ეტაპი არ ყოფილა მარტივი, ყოველთვის იყო რთული, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ეს გამოცდილებაა ის ცოდნა, რომელიც დაგროვდა ევროკავშირში და რაც უნდა გამოიყენონ შემდგომი გაფართოება, რომ ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც სხვა გაფართოების ისტორიები. ყველაფერი კი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება ერთობა ჩამოეყალიბებინათ თანამეგობრობა ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ევროკავშირი ეს სახელწოდება ჩნდება 1958 წლიდან. ევროკავშირს ჰყავს 6 დამფუძნებელი ქვეყანა: ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, იტალია და ნიდერლანდები. მათ დააფუძნეს ორგანიზაცია და 1963 წელს მიიღეს გადაწყვეტილება პირველი გაფართოება ყოფილიყო და 1973 წელს მათ მიიღეს დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთის გასვლა რომ არა, რაც ბრეგზიტის სახელწოდებით არის ცნობილი, ევროკავშირი 28 წევრი ქვეყნისგან უნდა იყოს შემდგარი, მაგრამ ბრიტანეთი გავიდა 2020 წლის თებერვალში, შესაბამისად ევროკავშირს წარმოადგენს დღეს 27 ქვეყანა. მეორე გაფართოება მოხდა 91 წელს, მიიღეს საბერძნეთი, მესამე მოხდა 86 წელს, მიიღეს ესპანეთი და პორტუგალია, მეოთხე გაფართოება შედგა 1995 წელს, მიიღეს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი და მივედით 2004 წლამდე. 2004 წელს იყო ყველაზე დიდი გაფართოება, რაც კი ყოფილა ევროკავშირის ისტორიაში, რაც განსაკუთრებით აღინიშნება ღონისძიებებით როგორც ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ასევე, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებში, რომლებიც შემოუერთდნენ ორგანიზაციას 2004-ში, 10 ქვეყანა ერთდროულად მიიღეს. 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა ჩეხეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ამ მასშტაბის გაფართოება აღარ ყოფილა ევროკავშირში და შეიძლება აღარც იყოს. 2007 წელს ევროკავშირს შეუერთდა რუმინეთი და ბულგარეთი. მართლაც შთამბეჭდავი ღონისძიებები იყო, ჩვენ ეს გავაშუქეთ და აქ ვიყავით, როდესაც ეს მოხდა და ვამბობდით, რომ რუმინეთის და ბულგარეთის წყალი მალე გადაგვესხას თქო. იგივე გავიმეორეთ 2013 წელს, როდესაც ხორვატია შემოუერთდა ევროკავშირს. ხორვატიის შემდეგ ევროკავშირის კარი აღარ გახსნილა ახალი წევრებისთვის, არც დახურულა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რომ მიეღოთ სხვა წევრი სახელმწიფო პარტნიორებიდან. ამბობდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად პრიორიტეტული, როგორც გითხარით უკვე წინა ვიდეოებში, გახდა გაფართოება 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. გაფართოება აუცილებლად მოხდება და აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ აქვე, რომ ხორვატია ბოლო სახელმწიფო, ვინც გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში, არის ხმამაღალი ხმა იმ პარტნიორი ქვეყნების, რომლებსაც სურთ რომ გაწევრიანდნენ და ყოველთვის აქ პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის აკეთებს განცხადებებს გაერთიანების სასარგებლოდ, გაფართოების მხარდამჭერია და ამბობს, რომ ის სარგებელი, რაც მისმა ქვეყანამ თავის დროზე, ანუ 2013 წელს მიიღო, აუცილებლად უნდა მიიღოს და თანაზიარი გახდეს სხვა სახელმწიფო ამის ან სახელმწიფოები. ევროკავშირი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს, ეს იდეა აერთიანებს დღეს ბრიუსელში ყველას. აქვე ერთი დეტალი.
ძალიან ბევრჯერ მსმენია და წამიკითხავს შემდეგი ცრუ ნარატივი, რაც ჭარბად ვრცელდება საქართველოში. ევროკავშირი 2030-მდე ვერ მიატანს, ევროკავშირი განადგურდება, ევროკავშირი დანაწევრდება, დაიჩეხება. მოკლედ არ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის და ამიტომ რაღა აზრი აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რომ მოვემზადოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და გადავდგათ ნაბიჯები. ეგენი მაინც აღარ იქნებიან მანდ. აი ასეთი რამ ხშირად წამიკითხავს და მსმენია. ეს ნარატივი ჭარბად მოდის ტელეეკრანებიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, რა თქმა უნდა, ნაწილს ეხება ეს და ახდენს გავლენას ადამიანზე, რათა ჩამოუყალიბდეს მას მოსაზრება ევროკავშირის შესახებ. ეს დეზინფორმაციაა და ცრუ ნარატივია, რომელიც ვრცელდება არა მარტო საქართველოში. მას თავისი მიზანი აქვს და სამიზნე აუდიტორიაც შერჩეულია. რატომ და რისთვის კეთდება ეს? ამაზე ჩვენ ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ცრუ აღქმა, არასწორი შეფასება და რომ აღარაფერი ვთქვათ, დეზინფორმაცია. ამ ვიდეოს მიზანი იყო ევროკავშირის გაფართოების ტალღა, ყველა ტალღა, რომელიც გამოიარა და ის წარმატების ისტორია, რაც შექმნეს ერთად სახელმწიფოებმა, რომლებიც ახლა წარმოადგენენ ევრობლოკს. სულ ეს იყო, ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს, დიდი მადლობა და ნახვამდის.